სასჯელის მოხდის შემდეგ ალექსანდრე, იგივე ალექსანდრა და იგივე სექსო კლავ-პეკინის ქუჩაზე დგას მიუხედავად იმისა, რომ ის ტრანსვისტიტია კლიენტურის ნაკლებობას არ უჩივის. თავის დროზე ძარცვისთვის ბრალდებული ციხეში გატარებულ წლებსაც იხსენებს, თუმცა ახლა მთავარი საზრუნავი ოცნების ასრულება, ის სქესის გადაკეთებას და უცხოეთში წასვლას გეგმავს. გარეთ მხოლოდ ღამე გამოდის 23 წლის ალექსანდრეს, იგივე ალექსანდრას მეტსახელად სექსოს გაჩერების ადგილი პეკინის ქუჩაა. იქ სადაც მძაღე ფერუ მარილის სუნი დგას, ის რომ სექსო მამაკაცია ვერავინ ხვდება. ქალიშვილების ბირჟაზე მისული კლიენტურაც პირველს ალექსანდრას აბამს. ბოლოს ალექსანდრა მსხვერპლს ირჩევს და პეკინის ქუჩასაც ტოვებს. ღამის დასასრულს თავატყვება. სექსოსთვის მისი სექსუალური ცხოვრება ტაბუდადებული არ არის. არანაირი სექსი არ იქნება საერთოდ. სექსი არ გაქვს. და როგორ იწვევენ თავს ყველაფერი ამის? ფსიქოლოგიური ზეწოლას ვახდე. კლიენტის ძარცვის ბრალდებით 2005 წელს ალექსანდრა ციხეში იჯდა. კისოსების მიღმა გატარებულ 3 წელიწადს კარგად იხსენებს. ყველაზე მეტად გული იმ 12 კატაზე წყდება, რომელსაც იქ უვლიდა. სასჯელთა აღსრულების დეპარტამენტი დილემის წინაშე მაშინ დადგა, როდესაც სექსო ქალების ან კაცების იზოლატორში უნდა გადაეყვანათ. არჩევანი უკანასკნელზე გაკეთდა, თუმცა ამით დაკავებულს დისკომფორტი არ შექმნია. ყველა კარგად მოგწოდე. არანაირი პრობლემა არაფერი. გადაწყვეტილება რომ კაცი კი არა ქალი უნდა ყოფილიყო არ ახსოვს რა დროს მიიღო, თუმცა ამ გადაწყვეტილებამ უამრავი პრობლემა შეუქმნა. ყველა დავკარგე. მინდა კარგი დავიწყო. ყველა, ნაცნობი ყველა. აბსოლუტურად. სულ მარტოა. წარსულიდან ყველაზე ტკბილი მოგონება კი მისი 5 წლის შვილია. შულს თუ ნახო. კი. თვითონ შვილი როგორ ხდება? სულ ვერ ხდება. პატარაა ჯერ, რა უნდა მოხდეს. მამაკაცების გადაგდების მეთოდიდან სექსო ერთ-ერთ ყველაზე ახალ შემთხვევას იხსენებს. გაიხადა საჩქარაზე ახატია კატა. რაც პატარა თაგვი, რაც ფისუნიები, რაც ახატია და ქურდი ვარ უწევი. ქურდი ვარო და ეს. ხო, მეთქი გიყავე ქურდი მეთქი, რომ ჩამომითვალა ვიღაცები ისა. ვით ხასით ცნობა. ულუბკა და თაყვანისმცემელი მხატვარი სექსოს შარდენის ქუჩაზეც გამოუჩნდა. ქალად მალე გადაკეთდება. მერე საქართველოსდან წავა და აღარასდროს დაბრუნდება. თუმცა ამისთვის ჯერ ბევრი ფული უნდა იშოვოს. თითქმის გავყიდი. ამით რაც მოთმონა ძვირს ხო თირკმელი ხო და ამით გავიკეთე ოპერაციას. უკანასკნელ შეკითხვაზე შესაძლოა თუ არა ოდესმეთ მას შეიჭრას და მამაკაცურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, ასეთი პასუხი მივიღეთ. ქართულად რა ვთქვათ, კიდია. ყველაფერი. რჩევისთვის ქართელ მამაკაცებს. ფრთხილად იყავით. ღამე ქალაქში სექსო დადის. ანა, სამიდო ხარ? სანადიროთ. Siempre